ლევან თაბუნიძის და მონიკა ჭანტურიას ყოველი დილა ასე იწყება. ახლა ოჯახის სასაუზმოდ ემზადება. დიასახლისის შვილებს და მეუღლეს უმასპინძლდება. ოქტომბერში წყვილს ერთად ცხოვრების 10 წელი უსრულდება. 22 წელს ვიყავი და ბავშვი რო დაიბადა შესაბამისად გათვითცნობიერებულიც არ მქონდა რა იყო რა პასუხისმგებლობა იყო წინ და ზოგადად რა იყო მამობის გზნობა და ესე შემდეგ და ალბათ ლუკასთან ერთად ჩვენც ნელ-ნელა ვიზრდებოდით და როგორც მშობლები მეორე დაიბადა 4 წლის შემდეგ საბა და უკვე გამოცდილი მშობლები ვიყავით ორივე ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია პირველი არის უფრო უხალისო, მოწყენილი, რაღაც სხვანაირი, უჩათხრობილი. ეს მეორე ძალიან რადიკალურად განსხვავებულია, შეუპოვარია ხასიათი. მათი სიყვარულის ისტორია ლიკანში სკოლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. მონიკა წარმოშობით სოხუმიდანაა. აფხაზეთის ომის შემდეგ ბორჯომში მათ სწავლა ერთად მოუწიათ. მეხუთე კლასში იყვნენ, როდესაც მონიკამ ლევანისთვის წერილების მიწერა დაიწყო. იქნებ წუთით დახუჭო თვალი და შეეცადო გამაგონო შენი ხმა. ლურჯი ოცნება შენსკენ მიიკვლევს გზას. მე ისევ ბავშვი ვარ და ბავშვობის სიყვარული ყველაზე ძლიერიაო ამბობენ. ბედნიერი ადამიანი ხარ, რადგან ვიღაც შენით ცოცხლობს. ვიღაცას სუნთქვასავით სჭირდები. ყოველი დღე და ყოველი ღამე შენზე ფიქრით იწყება. ამას ვერ გადავეჩვიე. თუ სიცოცხლისთვის დღეები დამრჩა, მინდა მიყვარდე და ვცოცხლობდე შენთვის. შეიძლება დიდი დრო გავიდეს, მაგრამ მე მაინც სულზე მეტად მეყვარები. ჩემს დაბადებას შენით ვამართლებ, მხოლოდ შენით. ეს ამონარიდი ერთ-ერთი წერილიდანაა. გამეებს ვაცელებდი რომ მასზე წერილები პოეტური წერილები დამეწერა და ვუგზავნიდი ხოლმე მაშინ მესეჯები ნაკლებად იყო მოდაში და პასუხობდა? იცით რა, ძალიან უხაროდა ეს წერილები და ყველას აჩვენებდა და აკითხებდა. შენ არ პასუხობდი? როგორ არა? მე სიტყვა პასუხობდი. სერიოზული ურთიერთობა სტუდენტობიდან დაიწყო. მონიკასთვის ლევანს სიყვარული არ აუხსნია. მათი გრძნობა უკვე სიტყვებზე მეტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სწავლა სხვადასხვა ქალაქში განაგრძეს, მათთვის დაბრკოლებას არც ეს მანძილი წარმოადგენდა. დიდი სირთულის მიუხედავად ერთმანეთს მაინც ხვდებოდნენ. წყვილმა კურიოზული ისტორია ერთ-ერთი პაემნიდან გაიხსენა. ერთხელაც ესე დაუგეგმავად გადაწყვიტა, რომ ბორჯომიდან არ წასულიყო ქუთაისში და წამოსულიყო თბილისში. და ოჯახმა არ იცოდა. 3-4-5 დღე არ ჩავედი და უკვე სახში დაარეკეს, რომ ლევანი არ ჩამოსულა და ატყდა განგაში და უწყეს ლევანის ზებრა. და ეს იყო პერიოდი, როცა მობილური არ იყო ეს სოციალური ქსელები, ინტერნეტი ესე პოპულარული არ იყო და ერთმანეთს ვეკონტაქტებოდით ხოლმე ჯიხურები რო იყო ალბათ გახსოვთ ჩემ ბავშვობის დროს. სალაპარაკო პუნქტები. და უკვე ზეპირად იცოდე და აქ იყო უბანში ერთ-ერთი ჯიხური და ქალბატონიც მუშაობდა, რომ შედიოდი ყოველთვის ნომერს რო ვეუბნებოდი, უკვე ზეპირად იცოდა და ძებნა რო დაუწყიათ ჩემი შევიდნენ ტელეფონს რომ დაერეკათ სადმე და იმ ხალხს უთქვამს რომ ამ ნომერზე რეკავს ხოლმე და იბოდი აბა დავრეკოთ იქ ხარ არისო. სამირეკოს მე. ზუსტი არ მოჩნდა. დაოჯახებაზე დიდი ხანი ფიქრობდნენ, თუმცა გადაწყვეტილება ერთ მშვენიერ დღეს სპონტანურად მიიღეს. 2004 წლის 28 სექტემბერს თბილისიდან ბორჯომში გამოიპარდნენ. ამავე წლის 9 ოქტომბერს კი უკვე იქორწინეს. გზაში როცა მოვდიოდით სამარშრუტო ტაქსში ვიჟეკით უკან. და საათს რო დახედა, აუხა დედა ჩემი ვიდა სახშიო და იქ თელი ამბები იქნებაო და ორი ქალბატონი და ჩვენს წინ და წინ და შემოგვიტრიალდა და თქვენ აშკარად გამოპარულები ხართ რა და კიო რაღაცა ხა მე უთხარი და მეორემ გამოხდა ნეტა რა გეჩქარებოდა თორა და მე ძალიან ესე გამართული და იცით რა ქალბატონი 21 წლისა მშობლებმა რა გითხრეს ხომ მშობლებმა მე დიდი წირავდგულ არ შემქოდრია აბუა იყო დიდი გულშემატკივარი ჩემი რო ჩამიბარებინა მაგისტრატურაზე და იმ გაპარვის დღეს მომიწია ტყვილი მე თქვა მისთვის რომ მაგისტრატურის გამოცდაზე მივდივარ მე უკვე აი ძალიან ძიმედ გადაიტანა და შემდეგ ერთი კვირის მერე ნახეს თავიდან ბოლომდე ძალიან ბედნიერი დღე იყო ჩემთვის ქორწილის დღე ამ ოჯახში სხვადასხვა ქვეყნის სუვენირებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. სურპრიზებს ლევანი და მონიკა ერთმანეთს ხშირად უკეთებენ, განსაკუთრებით დღესასწაულებზე. ზოგადად როცა საჩუქარს ვარჩევ, რა თქმა უნდა, მისი გემოვნებიდან გამომდინარე ამოვდივარ და მინდა გითხრათ, რომ არასოდეს არ შემწდარვარ მე მგონი. არა. წლების წინ მუშაობდი ციხისჯვრის საჯარო სკოლაში, მაშინ
ის დღე ხდებოდა ისე რომ უნდა წავსულიყავით ციხიჯვარში და მის დაბადების დღეზე გამოდიოდა რომ იმ დღეს საერთოდ ვერ ვნახავდით ერთმანეთს და დავემშვიდობე დილით წავედი და ანუ გავუკეთე ის სურპრიზი რომ არ წავსულვარ და ეს აღმოჩნდა მისთვის მოულოდნელი და დამიპატიჟა თანამშრომლები დაბადების დღეს. თავისუფალ დროს შვილებს უთმობენ და ხანდახან ეთამაშებიან კიდეც. დღის უმეტეს ნაწილს კი სამსახურებში ატარებენ. მამა უფრო დაკავებულია ვიდრე დედა. საღამოთი მოდიან ხოლმე. დილაობით სამსახურში წასვლამდე ლევანს პატარა საბა ჯერ საბავშვო ბაღში მიყავს. ლუკას კი მონიკა მიაცილებს ხოლმე სკოლამდე. მონიკა ჭანტურია ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის ბორჯომის კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ლიცეუმში მუშაობს. ბავშვებს ქართულ ენასა და ლიტერატურას უკვე 4 წელია ასწავლის. იგი პარალელურად ჟურნალისტია. 2 წელი მუშაობდი ციხიჯვრის საჯარო სკოლაში, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება მომცა ბერძენ ბავშვებს ვასწავლეთი ქართულს და ის გამოცდილება ძალიან დიდი დამსახურებაა ქალბატონი ჯული მაისურაძის. შემდეგ ქალბატონმა დოდომ მომიწვია ლიცეუმში, აქ მეორე წელია რაც მუშაობ და ბოლომდე ვიხარჯები ბავშვებთან. მეორე კურსიდან ვიბეჭდებოდი თბილისის სხვადასხვა გაზეთებში და მქონდა ამ ხრივ გამოცდილება და აქაც უკვე მეორე წელია მუშაობ გაზეთ ბორჯომში და დიდ გამოცდილებას ვიღებ დღითი დღე. აქაც ურთიერთობაზეა საუბარი იგივე რესპონდენტებთან და ძალიან მიყვარს ეს პროცესი. მონიკა მასწავლებელი არის ძალიან კარგი მასწავლებელი, ის გაკვეთის ძალიან კარგად ხსნის, ძალიან მეგობრულია და ჩვენც მასთან ძალიან მეგობრობთ. ლევან თაგუნიძე კი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორია. აღნიშნულ სამსახურში მუშაობა ზუსტად 10 წლის წინ დაიწყო. გიდად ტურისტების გამყოლად 2004 წლიდან უკვე უშუალოდ მენეჯმენტში დავიწყე მუშაობა ეკოგანათლების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. ვიყავი როგორც უსწროთა სპეციალისტი, შემდეგ ვიყავი ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი და 2011 წლიდან მუშაობ ადმინისტრაციის დირექტორი. ჩემს თვალწინ გაიარა ძალიან ბევრი მაცხოვრებელი, როდესაც ეს ყველაფერი ვითარდება და ამ პროცესში როცა ხარ ჩართული, საკმაოდ საინტერესოა. უფრო მეტად ვარ სამსახურში ვიდრე სახლში. შვილებთან ანუ ნაკლებ დროს ატარებ. სამწუხაროდ ეგრეა, მაგრამ ვცდილობ რომ მაინც რაღაც გამოვნახო, რაღაც უფრო შუალედი ვიპოვო და გამოვნახო დრო. ზიას ხوار გეწახი. არა, საბედნიეროდ არა ჯერ. 10-9 წელი იქნება, რაც ერთად ვმუშაობ. საკმაოდ ესეთი ერთგულია სამსახურში. არის მომთხოვნიც, როცა საჭირო, არის მკაცრიც, მაგრამ ამავე დროს არის ძალიან მეგობრული. დღის ბოლოს ოჯახის წევრები ისევ სახლში ბრუნდებიან. შემდეგ კი მზადებას ისევ მეორე დღისთვის იწყებენ.